ესეთი ინტერვიუ რამდენიმე იყო. მაგათ ერთ-ერთი საადვოკატო ფირმა იყო. გავიარე რამდენიმე ეტაპი. რაღაც ჯერ იყო თარგმანები ქართულიდან ინგლისურიდან და ინგლისურად გეთარგმნა რუსულად ასე შემდეგ. შემდგომ გასაუბრება ქართულ და ინგლისურ ენაზე და ბოლო ეტაპზე უშუალო ხელმძღვანელი ის მესაუბრებოდა და დამისვა ესეთი კითხვა, რაც ძალიან ხშირად და თითქმის ყველა ინტერვიუზე ისმება, რომ ვარ თუ არა გათხოვილი. უთხარი რომ არ ვარ გათხოვილი, არ ვარ დაოჯახებული და რაღაც ძალიან უკმაყოფილო სახე მიიღო, შემომხედა და ალბათო უარს ვიტყვითო თქვენ კანდიდატურაზე. თავიდან მეგონა ხუმრობდა, მაგრამ მე ციტატა მოიყვანა ესეთი სამსახურში ესეთი ხალი უნდა აიყვანო, რომელსაც აღარ აქვს უკვე გათხოვების პერსპექტივა და აღარასდროს აღარ გათხოვდება. შემომხედა და კარგი გოგო ხარო, შემაფასა. ვითომ კომპლიმენტი მითხრა და არა, ხა მე რა ვიცი, ხა ალბათო გათხოვდები 1 წელიწადში და მე მჭირდება ძალიან სტაბილური და გადამწყვეტილების სწრაფად მიმღები თანამშრომელი და იმიტომ რომ მე აქამდე არ გავთხოვდი, მე არ ვარ ასეთი. მუშაობ როგორც ადამიანური რესურსების მენეჯერი და ინტერვიუს დროს, ანუ კანდიდატის შერჩევის დროს, ძირითადად ყველა ეტაპი ინტერვიუ საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია. ამასთან დაკავშირებით ყოველთვის ვსულობ, რომ შეკითხვები იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ გავიგო ის ადამიანი, როგორ ტიპის ადამიანია, განსაკუთრებით მის დამოკიდებულება საქმისად. ყოველთვის მანამდე ვატრენინგებ იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად არის ინტერვიუზე, რომ არ დასვა ისეთი ტიპის კითხვა, რომელიც ნამდვილად არ არის რელევანტური იმისთვის, რომ მე ის ადამიანი დავიქირავ. საკმაოდ ხშირია და მე რამდენადაც ვიკითხე საქართველოში საკმაოდ ხშირია მსგავს ტიპის კითხვები. როდესაც ეხებიან ინტერვიუს დროს ოჯახურ მდგომარეობას, ბავშვების რაოდენობას, თუ თქვათ ამჟამად მარტო ხელა აპირებენ თუ არ აპირებს თუ არა ახლო მომავალში ოჯახის შექმნას, უკვე ყოველთვის ვაფრთხილებ ინტერვიუერებს, რომ მსგავს ტიპის ინფორმაცია მე არ მჭირდება აპლიკანტებთან დაკავშირებით და თუნდაც არც ხუმრობით არ იყოს მსგავსი კითხვა დასმული, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის რელევანტური. ჩემს ადგილას რო ყოფილიყო, თუნდაც ჩემი ასაკის 30 წლის რა მნიშვნელობა აქვს. უცოლო ბიჭი, ამ კითხვას არ დაუსვამდნენ და ამის საფუძველზე უარს არ ეტყოდნენ. ჩემი საზრით ეს პირდაპირ არის კითხვები, რომელიც ახდენს ადამიანის დისკრიმინაციას კონკრეტული ნიშნით და კანონსაწინააღმდეგოა ჩვეულებრივ.